civil society for Georgia, of course. რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დახმარების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომ ეს საკმაოდ რთულია, რადგან ხელისუფლება აკვირდება იმას, თუ ვის ვაძლევთ ფულს. დაფინანსება არის, ის გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტიც. ახლა ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორ მივაწოდოთ მათ დაფინანსება, ისე რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა. გასულ კვირას მე მქონდა გაცვლითი დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საქართველოს წარმომადგენელიც აქ იყო. Representatives of the civil society from all the candidate countries and also a representative from Georgia. Friends from Georgia. ვფიქრობ, რომ მოლდოვის, მონტენეგროს, უკრაინისა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფი გაწევრებით, ჩვენ ასევე დავეხმარებით საქართველოსაც. ეს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი იმისა, რომ გაფართოება მართლაც ხდება. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზოგიერთი ოლიგარქი თუ რა შეიძლება მათ უწოდოთ, აჟღერებდა გზავნილებს, რომ მოსახლეობას დაევიწყებინა გაფართოება. დაეჯერებინა, რომ ეს არ მოხდებოდა. მათ შორის ასე იყო საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. ახლა ჩვენ შეგვიძლია ძალიან მკაფიო არგუმენტისა და მტკიცებულების მოყვანა, რომ გაფართოება მოხდება და რომ საქართველოს შეუძლია დაბრუნდეს გაფართოების პროცესში, თუ რა თქმა უნდა, ქვეყანაში ცვლილებები მოხდება. Argument and evidence. Enlargement will happen. And Georgia can come back to start with Georgia. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, საქართველოშიც ბევრჯერ ყოფილვარ. ვფიქრობ კულტურულად და სულიერად ახლოს ვართ, რომ არაფერი ვთქვა მეღვინეობაზე, რომელიც ჩვენი კულტურების განუყრელი ნაწილია. როდესაც პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ქართველი მეგობრებისგან ბევრი მილოცვა მივიღე, რომელშიც ნათქვამი იყო. ახლა თქვენ ჩვენს ნაცვლადაც იბრძვით, თქვენ იბრძვით ჩვენთვისაც. მე სულად ვეთანხმები კომისარ კუბილიუსს, რომ ჩვენი წარმატება იქნება საუკეთესო პასუხი საქართველოში ჩარევაზე, მათ გაუჩინარებაზე ევროპული პროცესებიდან, რაც ჩემი აზრით ძალიან სევდიანი ამბავია. ქართველები ევროპელები არიან და სრულად იმსახურებენ იყვნენ ამ ოჯახის წევრი. ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დროებითი სიტუაციაა, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. ჩვენ მოლდოველები ვიბრძოლებთ მათთვის, როგორც დაუპირდი. იმედია ისინი დაბრუნდებიან. EU processes which